გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ ამ ჯემპრის, ამ მოდელის ქსოვას, აწყობას, როგორ დავიწყოთ, როგორ უნდა მოვხსოვოთ. ვინც ელოდება, ის იცნობს ახლა რაც არის მოქსოვილი, იცნობს რასაც ელოდება ერთი სიტყვით და ვისაც დაგაინტერესებთ კიდე ნახავთ აქ და მოგხსოვთ, თუ დაგაინტერესებთ და თუ მოგეწონებათ. ახლა ძირითადად მე ვეცდები პატარ-პატარა ნიმუშებით დავიწყო და გავაკეთო, რადგან აქ ამ ჯემპრის ქსოვა რო დავიწყოთ არ გამოვა. პირველ რიგში ჩვენ მოვამზადოთ საყელო. აი ეს საყელო. როგორც იყო მოქსოვილი და როგორც აინტერესებს, ვისაც აინტერესებს, აი ასეთი საყელო. მერე ვისაც ენდომება შეცulis ალბათ, ან იგივეს მოქსოვს, ან ერთი სიტყვით. ახლა პირველ რიგში როგორ მოვამზადოთ საყელო. ვიღებთ ორ წყვილ ჭხირს, აი სხვადასხვა ორს. ეს ჯემპრი პირველ რიგში რო ვთქვათ მოქსოვილი იქსოვება, ანუ როგორც იყო თავიდან და შეკითხვა რაც იყო მოქსოვილი ის ჯემპრი და აი ესაც 5 ნომერი ჭხირებით რომ იქსოვება ძაფი, იმ ძაფით. შესაბამისად მოგხსოვთ 5 ნომერი ჭხირებით ჯემპერს. ახლა ვიღებთ ორ სხვადასხვა ჭხირს, რომლითაც უნდა გხსოვოთ, ერთი აუცილებლად უნდა იყოს 5 ნომერი, მეორე შეგიძლიათ სხვა იყოს, რადგან ერთს ვტოვებთ ჩვენ. ვტოვებთ ძაფს აქეთ, აი ასე რაღაც რაოდენობას და ვიწყებთ თვლების აღებას. პირველ რიგში ახლა მე მინდა აგეხსნათ, როგორ დავიწყოთ, შემდეგ უკვე უფრო დაწვრილებით დავწერთ და განვიხილავთ. აი ასე, მაქვს ორივე მხარეს ძაფი და ორი ჭხირი. გარედან შიგით ვახვევ. გარედან შიგით ვახვევ. იქითა ძაფს აქეთ ვახვევ, ახლა აქეთა ძაფს იქით ვახვევ. აი ასე რომ აიკინძოს თვლები აი აქ. ეს გვაქვს ჩვენ ეს დაწყება, მაგრამ რაც არის აქ ვნახოთ ეს როგორ იწყება ახლა. ძაფს გარედან შიგით ვახვევ. იქითა ძაფს აქეთ ჭხირზე გარედან შიგით ვახვევ. აქეთა ძაფს იქით ჭხირზე გარედან შიგით ვახვევ. თვლებს ვიღებ ორ მაგს, ორივე ჭხირზე. აქეთა ძაფს გარედან იქით ჭხირზე ვახვევ, იქითა ძაფს გარედან აქეთ ჭხირზე ვახვევ. მონაცვლეობით ერთ ჭხირზე ერთდროულად არ შემოახვიო, მაშინ აქ არ აიქსოვება თვლები ერთმანეთში, არ აიკინძება.
აი ასე ამ წესით აიღები იმ რაოდენობის თვლებს, რამდენიც გჭირდება. ჭხირს, რომელსაც არ გსოვ, გადაიტან და დატოვებ. აი ასე. რო თვლები აი ამ ძუაზე, ლარზე დარჩეს. აი ასე. აი ასე. დავიწყებ ქსოვას. შიგით ამ მხრიდან ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ უკუღმა უნდა მოვქსოვო აქედან თვლები, ხო? ერთი თვალი, ორი თვალი, სამი თვალი. სამი თვალი მოვქსოვე უკუღმა. მეოთხეს ვქსოვ წაღმა. ერთი თვალი, ორი თვალი, სამი თვალი მოვქსოვე უკუღმა, ერთ თვალს ვქსოვ წაღმა. უკუღმა მხრიდან მოვხდი. თუ შენ თვლებს ისი აკინძავ, რომ საქსოვი ჭხირი გექნება წაღმა მხრიდან, მაშინ სამ წაღმას მოვქსოვ ერთ უკუღმას. ლოგიკურია, ხო? უკუღმა მხრიდან ვქსოვ სამ უკუღმას ერთ წაღმას. ესე იგი, გარედაპირიდან მჭირდება სამი წაღმა ერთი უკუღმა. აი ეს სქემა უნდა დავაყენო. სქემა კი არა, ეს რეზინა რაც არის. ასეთი რეზინა. თავიდანვე, პირველი თვლებიდანვე. ერთი უკუღმა, ორი უკუღმა, სამი უკუღმა, ერთი წაღმა. ერთი, ორი, სამი, ერთი წაღმა. ერთი, ორი, სამი, ერთი წაღმა. ერთი, ეს ნაპირის თვალი. როცა თვლებს აიღებ, ამას ვამბობ, შეიძლება შენ საქსოვი ჭხირი რა ნომრითაც უნდა გსოვო, აქ იყო და აქ გქონდეს, მაშინ წაღმა გადაგსოვ, ხო, იმ პირველ რიგს და აუცილებლად დააყენებ სამი წაღმა ერთი უკუღმა. ახლა ვგსოვ გარეთაპირიდან. ღმერთო ჩემო, მან დაიწყო სიმღერა. აი აქ იყავით. ერთი, ორი, სამი წაღმა, ერთი უკუღმა. ერთი, ორი, სამი წაღმა, ერთი უკუღმა. მთლიანად ასე მოგსო, რამდენი თვალიც გექნება ამ საყელოსთვის აღებული, მოსაქსოვად. და შენ უნდა გსოვო ირგვლივ, რადგან ბევრი თვლები გექნება. ახლა მე ნიმუშს გიჩვენებ, როგორ დაიწყო. აი ასე. დავაყენეთ რეზინა სამი წაღმა ერთი უკუღმა, სამი წაღმა ერთი უკუღმა და ირგვლივ უნდა გსოვო შენ ეს სამი წაღმა ერთი უკუღმა. აქ მეორე მხარეს თვლები რომ ავიღეთ, ეს დარჩება აქ გარკვეულ დრომდე. შენ ეს სამი წაღმა და ერთი უკუღმა, აი ნახე სად არის, უნდა მოგსოვო აი რამხელა, უნდა მოკეცო და აქ მოხვიდე. ახლა ეს რამდენი იქნება, ნახე. მაგალითად, აქედან. ეს არის 6 სანტიმეტრი. 6 ნახევარია ეს, 7, რამდენი დაგჭირდება საყელოს სიმაღლე. ხედავ ხო რა სტილის საყელოა ახლა ეს. რა სიმაღლის გინდა.
თუ ახლა მაგალითად ვთქვათ, ეს არის აი 7-6.5-ია. მაშინ სადღაცა უნდა მოგსოვო 13 სანტიმეტრი, ეს უნდა შეატრიალო შემდეგ აი ასე, რომ აქედან აქ რო ჩამოხვალ, აი იმ სიმაღლის იყოს, რა სიმაღლეც გჭირდება, მივხვდი მგონი, ხო? მოგსოვ რა სიმაღლის გინდა, დაბრუნდები, გააგრძელებ ქსოვას და მოგსოვ იმ ხელას, რო ჩაკეცო აქ შენი საჭირო სიმაღლის, შენი გემოვნების სიმაღლის საყელო დაგრჩეს. მე მგონი გარკვევით ახსენ. აი ეს, აქედან იმ ხელა უნდა მოგსოვო. ახლა ეს ნახე, მომიქსოვია 6.5-7 სანტიმეტრი და კიდე გამიგრძელებია ერთი იმდენი, კიდე მომიქსოვია, დაუშვათ არის 14 სანტიმეტრი, მერე ის მოვკეცე და აი სად არის, ნახე, მერე აი აქ ასაყელო უკვე ერთმანეთს გადაკერებული, გადაქსოვილი. იქიდან იქ არის ჩასული. ასე გააგრძელებ და მოგსოვ, ოღონდ პირველი თვლებიდანვე დააყენებ რეზინას 3 წაღმა 1 უკუღმა, 3 წაღმა 1 უკუღმა. ახლა რას ვაკეთებთ, ნახე. ნუ დაუშვათ, აი ასე ქსოვ ახლა, ხო? აი ეს არის ახლა 3 წაღმა, ნახე 1 უკუღმა. ახლა ეს თვლები არის აღებული და დატოვებული, როგორც წეღან ავიღეთ იქ, ზუსტად ისეა გაკეთებული, ეს თვლები გარკვეულ დრომდე გველოდება. ამას ქსოვთ, აი ნახე, ეს თითქმის უკვე ამ სიმაღლეა და უკვე ცოტა მეტიც. რომ იმ ხელას მოგსოვ, როგორც გავზომეთ წეღან და იქნება უკვე რომ მოკეცავ შენთვის საჭიროს, აი ასე რომ მოკეცავ. აქ, ხო? ნახე რამდენია კიდე, აი აქედან აქამდე უნდა იყოს ეს. და შემდეგ მოკეცავ ამას, აი ასე, მიიტან ერთად და ახლა რას ვაკეთებთ, ნახე. აი ამით ვქსო მგონი ამას, ხო? მოვქსოვი ამაში მთლიანობაში ეს რეზინა 14 სანტიმეტრი, მოვკეცე და ახლა ამას გადავქსოვ ერთად და როგორ ნახე, რატომ ავიღე ის თვლები და რატომ დავტოვე მე. ახლა ამ თვალსაც აქ გადმოვიტან პირველი თვლები, რომ გადავაერთო, აი ნახე, ძაფი ხომ მქონდა თვალზე და იმ თვალს ხო ხელმეორედ ვერ ამოვქსო, ამიტომ მეორე ჩხირიდან ერთი თვალი გადავიტანე ამ თვალზე. ახლა ნახე. ამ ძაფსაც შიგით ჩავაყოლებ, აქედან და იქიდან გადავქსოვ ერთად. ნახე, აქედან და იქიდან ერთ თვალს ამოვიყვან. აი უკეთ ჩანს მე მგონი. ახლა ნახე, აქედან და აქედან. ერთ თვალს მოვქსოვ. აქედან ორივე თვალს ავიღებ, ამ ჩხირიდან და ამ ჩხირიდან და ერთ თვალს მოვქსოვ.
ორივე თვალი ერთ თვალად ერთად ამომყავს. აი ასე უნდა გადავგსოვო ეს მთლიანად, რომ დავხურო. აი ეს. აი ასე უნდა გადავგსოვო. აი შეხედე. აი ამ სიმაღლეს მოვგსოვთ. საშუალო 14 სანტიმეტრი და შემდეგ ამას გადავკეცავთ ამ ომლოდინე თვლებთან დავაერთებთ და ერთდროულად ამოვიყვანთ აქეთა და იქითა თვლებს და აი ასე გადავგსოვთ. შენ აი აქ იქნები. ეს ხომ მოგსოვი აქ, მთლიანად მოგსოვი. ახლა აქ უნდა გადაგსოვო. აი ეს. და თუ შენ შეიძლება არ ვიცი, აქ გინდოდეს, რომ უკუღმა აი ეს ხაზი, უკუღმა ხაზი გააყოლო გარედან, მაშინ აქედან უკუღმა მოიყვანე. მაგრამ როგორც იყო იქ წარმოდგენილი და რომელისვიდრეც გაინტერესებდა, აი ასეა ზუსტად მოგსოვილი და აი ასე აქვს ეს გარეთა მხრიდან. ამას გადაგსოვ მთლიანად ასე, როგორც ახლა ვაკეთებთ, იქითა და აქითა ორი თვალი და გადაგსოვ მთლიანად და გექნება აი ასეთი ირგვლივ მოგსოვილი უკვე საყელო. ეს არის დავწეროთ, რომ გავიგოთ რა არის. ეს არის ძაფი, რომელიც იქსოვება 5 ნომერი ჩხირებით. შესაბამისად ვგსოვთ 5 ნომერი ჩხირებით. ავიღეთ 84 თვალი, ML ასე საშუალო, რომ მოიქსოვოს, ავიღეთ 84 თვალი. აი ასე. ეს 84 თვალი ჩვენ დავყავით 3 წაღმა 1 უკუღმა. აუცილებლად ასე უნდა გააკეთო და ასე მოგსოვო ეს რეზინა, როგორც დავიწყე და გითხარი. პირველად ნიმუში რო გავაკეთე რეზინა, როგორც ავიღე თვლები და დავიწყე 3 წაღმა 1 უკუღმა. როცა ამ რეზინას მოგსოვ 14 სანტიმეტრს, შეატრიალებ უკვე და გადაგსოვ, როგორც გსოვთ ახლა, მეორე ვარიანტი რო ვნახეთ, აი აქ რო გადავგსოვოთ ერთად იქით თვლები, აი ეს ისე გადაკეცე და გადაგსოვე, გარეთ ამ მხარეს მოხვდეს აი ეს რეზინა, 3 წაღმა 1 უკუღმა. ამ შემთხვევაში გექნება შენ 21 სვეტი, აი ეს წაღმები, წაღმათვლები. დავწეროთ. 21 სვეტი, ასე დავარქვათ, წაღმა. და გექნება ამ 84 თვალიდან 21 თვალი
უკუღმა. ახლა შემეკითხები სად არის 21 თვალი უკუღმა. აი ეს თითო თვალი, ყოველი 3 თვალის შემდეგ თითო თვალი მთლიანობაში გექნება 21 თვალი და გექნება ეს 21 სვეტი. რატომ წერ ახლა ამას? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ეს სვეტები უნდა გავანაწილოთ ჩვენ. რეგლანი არა აქვს ამ ჯემპერს, არა აქვს. ზურგის მხარეს სვეტების მიხედვით უნდა გავანაწილოთ, თვლები წინა გულის მხარეს სვეტებით უნდა გავანაწილოთ, მხრები სვეტების მიხედვით გავანაწილოთ და სქემა, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებს, აი ეს სქემა სვეტების მიხედვით უნდა გავანაწილოთ. აი ეს 3-3 წაღმა აქ, რაც უკვე პირველი თვლებიდანვე დავშვით ჩვენ, ხელუხლებლად იქსოვება და იშლება შემდეგ სქემებს შორის აი ასე. აქედან წამოსული ეს, რომ გადმოვგსოვეთ და ავტრიალდით მოვგსოვეთ ეს 3-3 თვალი, ყოველ უკუღმას შორის 3-3 ეს სვეტები წაღმა, ყველა 21-ვე სვეტი შემდეგ იშლება ტანზე და აი ამ სვეტებს შორის სქემები კეთდება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა დათვალო და ამის მიხედვით უნდა გადაანაწილო შემდეგ მთელი ჯემპრი და ჯემპრზე სქემა და ყველაფერი. ამიტომ გეუბნები მე შენ ეს 84 თვალი ძაფი, რომელიც იქსოვება 5 ნომერის ჭხირებით და შესაბამისად მოგსოვ 5 ნომერის ჭხირებით, აიღებ 84 თვალს ელი ლარჯი, როგორც ქვია და ემი მედიუმი, ასე გარდამავალი საშუალო ზომა, რომ მოგსოვო, რაც მოცემული გქონდა, გექნება 84 თვალი და გექნება 21 სვეტი. ამ 21 სვეტს შორის 21 თვალი უკუღმა, აი ეს თითო თვალი. ასე მოვამზადებთ საყელოს, ვიქნებით აი აქ და ამის შემდეგ დავიწყებთ დანარჩენ თემას. და კიდევ რა, აუცილებლად, აი მე პირდაპირ გადავედი და დამავიწყდა, აი რა, ნახე, აი აქ დააკვირდი, ეს ჩემი მოქსოვილია და ახლა აქ დამავიწყდა რომ გადავ. ნახე, ეს უკუღმა როგორც მოდის, უკუღმა თვლები, ასე მოდის აქედანვე ხელუხლებლად და მოდის ხელუხლებად. წაღმებიც. ახლა შეხედე, მე ხომ აქვს ეს გარეთა მხარე, აი ეს. გარეთა მხარია. მე გითხარი, რომ როგორც იყო მოცემული და რაც გაინტერესებდა, ეს წაღმა გადაგქსოვილი. ახლა თავიდანვე რომ დაიწყებ, ახლა მოგსოვე 3 წაღმა, აუცილებლად, ხო, აი, მოგსოვე. აი შემხვდა უკუღმა. აუცილებლად ეს თვალი აქედან ისაც ესაც ერთად უკუღმა ამოიყვანე. ეს არ შეატრიალო, არ გადაგქსოვო სხვანაირად. შემდეგ ნახე, აი აქ რა კარგა გამოჩნდება, ის წაღმა ჩავარდნა, თუ ის ერთი თვალი შენ წაღმა მოგსოვე ამ გადაგქსოვის დროს. აი ასე, ნახე. კარგია რომ გამახსენდა ახლა. ერთი წაღმა, ორი წაღმა, ხო ვგსოვ იქით აქეთ ორ თვალს ერთად ამომყავს. 3 წაღმა და ნახე, მოვიდა უკუღმა აუცილებლად, იქიდანაც აიღე თვალი, აჰა გადმოვიტანა ამ ჭხირზე, აქედანაც აუცილებლად უკუღმა მოგსოვე ეს. ეს სულ უკუღმა უნდა იქსოვებოდეს, სანამ ჯემპრის რეზინას არ მოგსოვდა, თულებს არ დახურავ იქამდე. და ეს 3 წაღმებიც სულ ასე უნდა იქსოვებოდეს ჯემპრის დამთავრებამდე, სანამ სულ არ მოგსოვ. შემდეგ 1 წაღმა, 2 წაღმა, 3 წაღმა, ვიღებ ორივე თვალს, იქით ჭხირზე, აქეთ ჭხირზე. მოვიდა უკუღმა თვალი, ნახე, და ვგსოვ უკუღმა აუცილებლად. აი ასე ხელუხლებლად, შეუცდომლად და არც წაღმა გადავიტან და არც უკუღმა ამთვლებს, რაც საყელო მოვგსოვეთ, ასე ჩავა ბოლომდე ეს თვლები, წაღმებიც, უკუღმებიც.
სულ ასე მოგსოვ, თავიდანვე გაითვალისწინე, იქ მე დამავიწყდა. მე მივყევი და პირდაპირ გადავხსოვე. ნახე, ერთი წაღმა ჩანს აქ ჩვეულებრივად და შენც ისე მოგსოვ, როგორც აქაა მოგსოვილი ეს. ორი წაღმა, ეს სამი და მოვიდა უკუღმა, იმიტომ რომ ეს ასე ქონდა თავიდანვე პირველად და გადაგხსოვ უკუღმა. სულ აი ასე გადაყვევი. რამდენიც წაღმა იქნება, წაღმა დაკეტავ იქით აკეთთულებს და მოგსოვ, უკუღმა იქნება უკუღმა. შენ ირგვლივ გექნება. მე ახლა ნიმუშს ვგსოვ, ხო? ნიმუში გავაკეთე, როგორ უნდა მოგსოვო და შენ ხო ეს ირგვლივ გექნება და ზუსტად ააწყვე თვლები. ახლა მე გეუბნები 84 თვალი გამოვიდა და ზუსტად ავაწყვე მე ეს, იმიტოა 84 თვალი, შეიძლება ერთი მეტი იყო, ერთი ნაკლები იყო, როგორც ავაწყვე, მაგრამ ზუსტად ისე დავამთხვიე სამი წაღმა, ერთი უკუღმა, არც ერთი ზედმეტი, არც ერთი ნაკლები. ამას ირგვლივ შემოგსოვ, რომ დახურავ, იქნება ასეთი და აუცილებლად უნდა გქონდეს 84 თვალი, სამი წაღმა, ერთი უკუღმა, როცა აი ამას გადაგხსოვ უკვე და ეს გექნება გარეთა პირი. ასე და არ მოგსოვო ზედმეტი არც ერთი რიგი, შემდეგ ვიწყებთ უკვე ხელახლა ათვლას, აი აქედან და ყოველი რიგი არის კიდე განსაზღვრული, რაც შემდეგ უნდა გავაკეთოთ ერთი სიტყვით. მოვამზადებთ საყელოს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ და გავაგრძელებთ ამ ჯემპრის ქსოვას.